ხე მშვიდობის გაუმარჯოს ხალხნებო. ვაიმე მჭირს. რომელი საათია? და ეხლა რო გითხრათ, რომ 5 საათიდან ფეხზე ვარ მეთქი და მიჯერებთ და ჯერ ვიდეო არ ჩამიწერია. სხვა გზა არ არის, უნდა დამიჯეროთ. იმიროვტო მეგია. წყალი წყურია მაგრად და ეხლა სანამ დაბლა რაღაცებს უნდა ჩავიტანო. ვარცხნით მე სველი მქონდა და გარეთ არ გავდიოდი. გამარჯობათ ხალხო, სად დავიკარგე? ფეხი მტკივა. ისე მტკივა ეს 2 დღეა ფეხი რა იყოს და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჯერ არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, უკვე ძალიან მტკივა. ვაი, მე ფეხზეც მოგიყვებით, რა თქვა ექიმმა და რა პასუხი მოვიდა. დავიწყოთ იქიდან, რომ არ ვარ ეს 2 დღეა სახლში. მოდით მოგადახვეული ეს. ჯერ დილისას გეტყვით. დღეს 5 საათზე ავდექი. გავაღვიძე ბავშვები. საჭმელი და რამე არ ჭამეს, უბრალოდ გავაღვიძე, რომ დღეს ბაკურიანში გავუშვი ბარბარე და იოანე. არიან ბაკურიანში, წავიდნენ ცეკვიდან, ჯერ არ ჩასულან, ეხლა დავრეკე და ჯერ ბორჯომში ვარ, ერთი ქათამი დარჩენილა წუხელ და კივის. არ გამომიშვია სხვები. ეხლა შევალეთ ბორჯომში. წაღვერში აქვთ კონცერტი და მერე ადიან ბაკურიანში და იქ იქნებიან ორშაბათამდე. ძალიან დიდი სიამოვნებით გავყვებოდი მაგათაც და კარგა გემრიელად კიდე დავისვენებდი, როგორც ნინოზე, მაგრამ ნამეტანი არის ამ კვირაში ერთხელ ბორჯომში ყოფნა ფინანსურად. კიდე ერთი კაცი. ხო და იმის მერე. აღარ გავყევი მე ეკლესიასთან შეგროვდნენ და ლაშამ ჩაიყვანა და ამასობაში მე სანამ მეთქი ხალხი ადგება და ეს რა ქვია გაზი დაისროინთება ხოლმე მე აღარ ცხელდება აბანოში რომ წყალი გაცხელდეს ნორმალურად რა და ან უნდა გვიან დაიბანო ან ძალიან ადრე რა თუ გინდა რომ კაი ცხელით დაიბანო მართალია კაი ცხელით აღარ ავბანაობ მაგრამ მაინც ხო და მოკლედ რა სანამ ლაშა უკან მოტრიალდა და ბავშვები ჩაიყვანა და უკან მოტრიალდა აბანოდან გამოდიოდი უკვე 6 საათისთვის. ეხლა კი ჩემ თავს ვეუბნო წადი ხა მანანა დაწიქი დაიძინე დილით რო ადგები ნინოს რო გააღვიძებ და რაღაცა მე მაგრამ გადადებული საქმე ხო იცით და მე ამოვედი ჭხილები მქონდა კიდე ძალიან უბედურ დღეში და მოიწესრიგე ჭხილები არა იმდენად ნუნები ხო და ასე შემორჩი მე აქ ტახტზე მივეყავდე სანამ ის სკოლაში წავიდოდნენ 9-15 წუთიდან დაახლოებით 20 რო ეკლდა 9-ს ვაიმე ხალხო მჯდომარეს მეძინა ისე გემრიელად მეძინა რომ რა იყოს და მე მანქანის ხომ გამაღვიძა მე ავდექი დილას კარტოშკა შევწვი ხო და ცოტა და ანუ ისე შევწვი რომ მე ლაშას და ნინოს და შევჭამე კარტოფილი თან ვუყურე შერეფის იზმას რომელიც უნდა 2 სერია ყოფილიყო ერთად და ჯერჯერობით ერთი უბრალოდ ერთი სერიის ნახევარი დევს ჯერ ხო და ალბათ საღამომდე დადებენ მეორეს მაგრამ აი აქ ვიჯექი როგორ დამთავრდა ის სერია ვერ გავიგე ჩამეძინა იქაც ხო და დღეს ვარ სამნის სახლში სადღაც 2 საათისთვის გავაკეთებ ბორშს იქამდე
სუჩემია დრო, სადაც მინდა მივეყუთები. მაგრამ როგორ მაწუხებს ეგ ამბავი? ეხლა მირჩევნია ვიღაცამ დამირეკეთ ხოლმე და მითხარით რომ მოვდივარ დღეს შენთან სტუმრად რომ 2 წუთში დავალაგო, ხო შეიძლება? ეხლა საწოლია სალაგებელი. გუშინ კი ისავქენი, მაგრამ ყველა ვარიანტი დასაპიროსებელი მაქვს, იმიტომ რომ გუში ბატიმუტი დავხალე და რაღაცა მაინც აგდია ხოლმე. საჭოს შეჭამენ რაღაცა მაინც აგდია. გუშინ იყო ძალიან გიჟური დღე, გუშინდელიდან მოყოლებული ფეხი მკივა ძალიან. გუშინდელი დღესთან დაკავშირებით მე მიხვალე კი რა და მეორე ვიდეოში მოგიყვებით. დღეს არ ვმუშაობ, იმიტომ რომ ერთი ტორტის კურდღელი ყალიბი ჩავსვი შოკოლადით და ისეთი არაფერი არ იყო სხვა. ხო და რა ქვია? აღარ იყო რა მეტი არაფერი ისეთი გასაკეთებელი. ასე რომ არ წაველი. და გუშინა ვკითხე რომ ისა ხვალე ხო არ მოვიდა მეთქი რამე და არა. ხვალდაზე gar ვიცი მუშაობ თუ არა, ხვალდაზე თვითონ მიდის სხვაგან კახეთში მე მგონი და წესით კი არ მუშაობ. დღეს კი უნდა მემუშავა წესით, მაგრამ აღარ წაველი რა, აღარ იყო არაფერი და რო ჩავდივარ ხოლმე მე ისე უნდა წავიდე და არ იყო რა მოკლედ დღეს ტორტი დამგამზადებული მაქვს კურდღელი. და თუ ხვალდაზე გრამე გამოჩნდა ჩავირბენ. იმიტომ თვითონ არ იქნება და ტორტი თუ იქნება მე უნდა გავაკეთო. ხო ვერ გააკეთე. ეხლა რაც შეეხება ფეხს. ფეხის ანალიზი კოაგულოგრამავ თუ მოკლედ ეგა ხო? აი ეგა ხო რაც თქვენ და თქვით ეგა, მე სწორედ ვერ ვამბობ. მაგის ანალიზი მოვიდა გუში წუხელი. და ჩავუგდე ექიმს. ძალიან უმნიშვნელოდ, მოკლედ ექიმა თქვა რომ ნორმაა ესეცო. ანუ არც ის რომ შედედებისკენ მიდრეკილება გქონდეს რაღაცა შესქელებისკენ სისხლი, არაფერი მსგავსი არ არის. მაგრამ რადგან ჩემი მდგომარეობა ავუხსენი, გუშინ კი ბევრი ვიარე, მაგრამ მაინც აი იცი რა როგორ მტკივა? აი დღესაც ხო ისეთი არაფერი გამეკეთებია, მაგრამ აი ერთ-ორ ნაბიჯს რო გადავდგავ, აი იატაკს რომ მიეკრას ფეხი და აღარ მოგდევდეს ეგრე მტკივა და თან აი ნერვში შედის რაი. აი ეს ერთობა. და აი ესე გაჩოქებს. ძალიან მწარია. ხო და ამიტომ დამინიშნა მაზი. ახლა ვიკითხოთ რა მაზი დამინიშნა. რომელსაც ლაშა მომიტანს დღეს და იმედია რომ რაღაცა იქნება. ლიოტონის მაზია დღეში ორჯერ უნდა შევიძილო, გონი, თუ სწორად მახსოვს და მაგნესიქსი დღეში ორჯერ. მაგნიუმიც დამინიშნა რა. ხო და იმიტომ რომ მაშინ უთხარი მაგნიუმი რო დავლიე მეთქი 10 დღე გამიარა და მე ისე დამეწყო. ოღონდ ეხლა რომ ვაკვირდები, ხა უფრო მომემატა, ანუ ადრესე ამტკიოთ. არ რომ მომეგონა რომ მაგრამ მტკიო და თუმე მაგრად ტკივილი ჯერ არ აყო. ხო და ნახოთ რა მომიტანს სადღაც შუა დღისთვის დავლევ. დღეს ერთი მომიწევს რა. მეორე ორჯერ არ დავლევ დღეს. მაინც ხა რაღაცა ლამივიყარო. 6 საათში ორჯერ ხო არ დავ. ან შეიძლება სიტყვაზე 2-3-ისთვის რომ მომიტანს, მე სადღაც 12-ისთვე დავლევ კიდე. ნახოთ. ხო. რაღაცა უნდა მეთქვა კიდე. არაფერ წავიდე ახლა. წავიდეთ ახლა და გამოვუშვათ ქათმები, რაღაც ეგეთი საქმეები. გუშინ მარინაშიც ვიყავი შოპში. ბარბარე წავიყვანე. და რა თქმა უნდა, ჩემთვისაც რაღაცები ვიყიდე, იმიტომ რომ ხალხო. ეხლა ის მაცვია რომ არ მიჭერს აქ მთლიანი კაბაა და თხელი ნაქსოვია და ნუ სეზონურიც არის რა ძალიან თბილი აღარა. მაგრამ აი უბკები, გასასვლელიც, სახშიც რაც მაქვს, აი ვერ ვჯდები. როგორც არ მაღლა ვიწვი, ან დავიწვი, აი მაწუხებს ძალიან მიჭერს. ხო და ეგეთი რაღაცები მქონდა საყიდელი და თან ფასი ჰქონდა დაკლებული, ანუ პირველი
აქციის ის იყო რა ფასაკლების დღე იყო რა აი მაგალითად 20 და 15 ლარი და რომ 8 ლარებზე ჩამოვიდა ეგეთი სიტუაცია რა და რადგან გასასვლელათაც მინდოდა მე რაღაცეები ძალიან აღარც დაველოდე რომ იაფიანებში წავსულიყავი ანუ მაგალითად რომ ჩამოდის ხოლმე 5 ლარამდე და 3 ლარამდე და თან დროც არ იყო იმიტომ რომ დღეის მინდოდა რომ ყველაფერი გამეკეთებინა აბსოლუტურად ანუ გამემზადებინა იმიტომ რომ ბარბარე სრულიად ტიტველი იყო გუშინდლამდე დუტის კურტკა არ ქონდა და ისეთი რაღაცები რაც იქ უნდა ჩაიცვა რა ანუ იცი როგორ იყო მე მეგონა რომ აღარ მიდიოდნენ და მეთქი აი ამ ზამთარსაც რაც აქ იმით გადავატანინებ და მე უკვე შემოდგომისთვის იყიდის თქო რა რაღაცებს მაგრამ დამჭირდა მაინც ასე რომ ავიდეთ ახლა გათმევს გამოვშვებ რომ ცოტები არიან სრულიად დავხურე მე 3 თვე და გადაველი მე-4 თვეში ისე მალე გავიდა ხალხო ეს 3 თვეც რომ ვერ გავიგე და ისე მალე გავა კიდე რომ ალბათ კიდე ვერ გავიგებ ჯერ არც კი გამიაზრებია ის რომ რაღაცა ხდება ჩემს თავს რა მხრივ იმ მხრივ რომ მე ანუ ის რომ ცუდად გახდომა ის რომ ტოქსიკოზი ის რომ უიდა არაფერი მსგავსი არ მაქვს ერთადერთი რაც არის რომ აი 2 წამი რომ სწრაფად გამოძრავდე აი მომდის გეგონება აი ჰაირი ამომაცალეს რა რაც ეს ნორმალური ალბათ იმათაც მქონდა ეს ხო და დანარჩენი ჩვეულები ეს გადავიწიო რომ მიშლის ხოლმე ეს ქუდი უნდა წამოვიფარო ისი არ შეიძლება გარეთ გასვლა ხო და ანუ ვერ გძნობ მეთქი რა ჯერ მაგ სიტუაციას რომ რაღაცა რაც შეეხება ნაყოფის გამოძრავებას ჯერ არ მიგწვი მამიდა ხო და ანუ მაგიტო კიდე ვერ აი იოანეზე ვიყავი მას აი სანამ არ დაიბადა რომ ვერ იგებდი რა ხდებოდა შენს თავს აი ეგ სიტუაცია მაქვს ახლა რომ ვერ ვიაზრებ რომ ჯერ კიდე ეგ ამბავი ხო რაც შეეხება სქესის სამფებს მე გუშინ ვიცი ანა შენ გაიხარე თუ მიყურებ ახლა ისედაც გაიხარე მაგრამ ჩემი მეზობელი ძალიან ბალებში ყოფს რომ არის ბიჭი ხო და რაც კი ის არსებობს ხალხური მეთოდი რაც კი გაუგია მამა პაპისეული რაც მეც არ გამიგია არაფერი მსგავსი რაღაცები გამიგია როგორ იგებდნენ ადრება აი საიდან ამოიჩხრიკა ჩემ კარის მეზობელზეა ლაპარაკი ესე იგი გუშინ ვიცინე რაც კი რამე არსებობს ყველაფერი გააკეთა ჩემს სახელზე და ყველაფერით დასტური მიიღო მთელი ხალხური და ვარსკვლავური მეთოდებით რომ ბიჭია აი მე ბოლოსაც გაკეთა მე ვიცინე აღარ შემეძლო ხო და დაველოდოთ სადღაც მარტის 5-ში უნდა წავიდე ან 5-დან 11 ანუ აი რა 5-დან 10-მდე რა აი მაგ პერიოდში უნდა წავიდე და ვნახოთ უკვე წესით უნდა გამოჩნდეს კი არა და უნდა გამოჩნდეს ასე რომ ასე რა შეიძლება წავიყოლო მას წავიყოლებ წავედი გათმევს რომ იმას ვიზამ სარეც მე ანუ რო გავაშვებ ხალხო მე რაღაცეებს განახებთ რაც ვიყიდე შოპ მარინაში სხვათა შორის ესეთი კაი რაღაცეები კაი ხანი არ მიყიდია ანუ ადრეც ხო აი ეს ფუმფულა შეხარ ჩემი ცხოვრება კაი ხანი ანუ წინაზე რო ვიყავი ხო ვიყიდე რაღაცეები და აი ფუმფულა კაბები სამლარად და რაღაცა და ანუ მაშინ რო თქვი რომ ძალიან მაგრები ვიყიდე მეთქი აი ძალიან მაგრები იყო ეხლა ეს შეხედეთ ეს დასაფენი მაქვს და არ დამიფენია აქ სარეცხი და ეს კიდე ავკრი გუშინდელზე მე მოგიყვე წყალი მინდა გიჟივი ხო და რას ვამბობდი რა რვალარები კი მივეცი და რაღაცა მაგრამ
აი ძალიან კმაყოფილი ვარ ისეთი რაღაცები ვიყიდე რა მართლა შენ უნდა გაგამწარო მანდრო კაკანებს სადმე თუ კვერცხი დადე ქალბატონო ითი სიგრძე ქალბატონია ეს შენ რატო დამრჩით ჩემო ცხოვრება გარეთ გოგო ჩემო ლამაზ თვალება ჩამოეთრიე დაბლა როგორ ქათამი ვითარი და ხახნო იცი რა პატალა არის ისე შენ შემოგევლე მაინც პაწაწინა ერთი ბიჭვა კაკიოდა ზოგადად ამათ ჩვევიათ რომ აი სადმე უნდა დასხდნენ და ეხლა მინდა რაღაცა ცოტა მაღალზე გავუკეთო საბუდარიც რომ კატები არა მაგრამ ბაცაცო ცოტა ჯერ გამოდით ბავშვებო გამოდით კვერცხთან არ აქონია ურთიერთობა რა და არც უნდა გავაკარო იმიტომ რომ ზოგადად მე ძნელია ძაღლის გადაჩევა და სუბერტყვაში უნდა იყოს ასე რომ ადე თავიდანვე ჯობია რომ რაღაცა მოვიმოქმედო ვაიმე ჩივი ქათები ჩამოდი გოგო მაღალიდან რატო გადმოაგდე ცხოველო არ გაგიქიათ მოდით აჰა მედი აუ გაიჭედა ჩემი პრინცი ვინ არის ჩემი პრინცი ჩემი პრინცი ვინ არის ჩამოდი გოგო დაბლა ოხ ქალბატონი ის ქალბატონი განახოთ დუპი როგორ ხარ ჩემო ლამაზო ქალბატონო აქედა რო თივა ავიღო მე შეიძლება შენ სამფლობელოდან ჩემო ქალბატონო მოდი ვიმე ჩემო ლამაზო გოგო აქედან ავიღებ რომ საბუდარში ჩაუფინა აუ მაჯო სტუპი ქვეყანა საქმე მაქვს მაგრამ არსად არ მეჩქარება ბაცაცო აი პურია და გეჭამა აი ხლაი რომ მოძრაობ თვითონ აბიჯის აი რომ ხრი უკვე აი აწევა და გადადგმა აღარ მინდა ფეხის რა ეს იქ მომეხაზა უეჭველი სიცივეში რომ მუშაობდის ერთი წელი მიუხედავთ იმისა რომ თბილად ვიყავი თავის იქნა რაღაცა მეგონა რომ შედედების სიტუაცია მექნებოდა მაღალი მაგრამ არა ასე რომ დაველოდოთ მაგნიუმს და მე მაგის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას აუ წყალი უნდა მომეტანა არა უშავ ისევ ჩავალ ხო და დღეს ისევ მოძრაობ რა ჩავალ რაღაცას გავაკეთებ შემოვალ დავჯდები გუშინ მამიდასთან ვიყავი საღამოთი მაგრად მეძარებოდა იმ ხრივ რომ ტანსაცმელებს უშრობდი ბარბარეს და ჩასალაგებელი მქონდა მაგრამ მე ხანი ესე არსად არ გავსულ ვარ და მოკლედ კაი იყო ჩემი უფროსი მირეკავს რა ჯანდაბა უნდა დაურეკავ ახლა რა ჯანდაბა უნდა რომელი საათი დღეს შეიძლება მელოდებოდა და რო არ მივედი მაგრამ რავი დღეს ერთი ტორტირი ყوارჩავ ახლა დაურეკავ და ვეწყო აქეთ თვალს დავადებ როგორ არის ისა თავდაცვაო საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაო ხო და აი მაგას გავაკეთე რას მირეკა მე ვთქვა ახლა დაურეკავ და ახლა ამ რეპეტიციას გავდივარ თქვენ რა
რას მირეკა? გუშინ არ გითხარი რომ ერთი ტორტი იყო, არ მითხარი რა. წავედი ხარ ხო? მეორეთაც მოვალ აუცილებლად. კარგად იყავით, ბედნიერი დღე ყველას. აბაჰე და აბაჰო. მეძინება, მაგრამ არა. რაც რბილია ვეჯი არის, არ უნდა გავეკაროთ ორ ეგრევე ვარდები რა. კარგად ხარ ხო? ბევრმა თქვენგანმა მომწერა ხომ მშვიდობა ეს ორი დღე არა ჩანდიო და კი მშვიდობა კარგად ვარ მიზეზებს გეტყვით აუცილებლად. მეორე ვიდეოში ვიჭუქჭუკოთ. აი